that stands when worlds decline. Your wins are counted by the crowd's applause. My testimony through broken laws. 1% love, 99 grit, 0 shortcuts. All the hours I've spent, 10,000 scars, not a single regret. My name's not given, it's burning, yeah. My name's not given. მისი მოწინააღმდეგე რინგის წითელ კუთხეში მოკრივე დუშეთიდან მერაბ ჭინჭარაული. Trying hard now, it's so hard now. Trying hard now, always ready, gonna make a move, yeah. Always ready, and making moves, yeah, yeah. Getting strong now, won't be long now. Getting strong now, wanna fly now, flying high now. ასეთ უხეშო კრივის კომაგებო 80 კილოგრამ კატეგორიაში 4 რაუნდიან ბრძოლაში ჩვენ ხედავთ ერთმანეთის პირისპირ ბექა ლომსაძეს მოკრივეს ბორჯომიდან და მერაბ ჭინჭარაულს, რომელიც წარმოადგენს დუშეთს. ძალიან საინტერესო ორთაბრძოლას ველი მე პირადად ამ დაპირისპირებაში გამომდინარე იქიდან რომ დაძაბულობა და მუხტი ამ მოკრივეებს შორის იგრძნობოდა ჯერ კიდევ აწონვების ცერემონიალზე, სადაც რაღაც მომენტში ძალიან დაიძაბა ვითარება. ეს ბექა ლომსაძისთვის არის სადებიუტო ბრძოლა პროფესიონალური კრივის რინგზე. მას უნდა მიეღო მონაწილეობა წინა საკრივო შოუზეც, თუმცა მაშინ მეტოქის სამედიცინო პრობლემების გამო ის ბრძოლა აღარ შედგა და აი ახლა მერაბ ჭინჭარაულის წინააღმდეგ იბრძოლებს. რაც შეეხება ჭინჭარაულს, ეს მოკრივე შედარებით უფრო გამოცდილია. მოასწრო ბრძოლა საქართველოში საზღვარგარეთაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს მერაბ ჭინჭარაულის დარბაზშიც, ჩანს მათ აპლოდისმენტებზე და ნახოთ უშუალოდ რინგზე რას შემოგთავაზებენ ეს მებრძოლები. მერაბ ჭინჭარაული არის ნამდვილად შემტევი, ძალიან ძლიერი, ფიზიკურად ძლიერი მოკრივე. რაც შეეხება ლომსაძეს, ის დებიუტანტია და მისი კრივი მე არ ვიცი, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ის წარმოადგენს ბორჯომის კრივის სკოლას, სადაც ყოველთვის და მათ შორის ახლაც ძალიან კარგი მოკრივეები იზრდებოდნენ და იზრდებიან. დარწმუნებული ვარ, ნამდვილი მებრძოლი გვეყოლება და ვიხილავთ რინგზე ლომსაძის სახითაც. საკმაოდ აქტიურად დაიწყეს მოკრივეებმა. ორთაბრძოლა კარგი იყო ამ შემთხვევაში ლომსაძე. კлау კარგი მოქმედება ლომსაძის მხრიდან. ძალიან ძლიერი დარტყმები მიაყენა ჭინჭარაულს, ეხლა ჭინჭარაულის ჯერია. ფიცხელი ნამდვილი ომი წავიდა რინგის კუთხეში. ნამდვილი ომი მიდის. ეს ნათელი იყო თავიდან. კარგია, წინახელით კარგად მუშაობს. ლომსაძე, კარგი შეტევა. კიდე. კარგი აპერკოტი. კიდევ ერთი. აშკარად ემჩნევა ბექა ლომსაძეს, რომ კარგი მოკრივია, ძლიერი მოკრივია. ძალიან კარგი დარტყმები მიაყენა მეტოქეს. კარგი მარცხენა იყო კიდევ.
წინა ხელით კარგად მუშაობს. კიდევ ერთი კარგი შესვლა მუცელშიც. ჭინჭარაულს მართებს გააქტიურება. გადახრებით ახლა უნდა შევიდეს. ოდნავ მაღალია ლომსაძე. გრძელი ხელი აქვს ჭინჭარაულმა. ახლა ბრძოლაში უნდა ეძიოს საკუთარი შანსი. აცდა ლომსაძის დარტყმები და ახლა უკვე ჭინჭარაული შეტევაზე რაუნდის ბოლოს. საინტერესო რაუნდი იყო. მართლაც კარგად დაიწყო ეს ორთა ბრძოლა. შეისვენებენ მოკრივეები და ვნახოთ როგორ გაგრძელდება უკვე მეორე რაუნდი. Shadow, yeah. This path with time running out. კარგი იყო. კარგი დარტყმა, გააქტიურდებიან ისევ მოკრივეები. მერაბ ჭინჭარაული უმზადებს დარტყმას იერიშს. ელოდება თავის შანსს, თუმცა არ აცდის ამ ყველაფერს. ბექა ლომსაძე. წინა ხელით კარგად მუშაობს ლომსაძე. თან აკონტროლებს და თან არ აძლევს საშუალებას ახლო შევიდეს ჭინჭარაული. და ამავდროულად ძლიერ დარტყმებსაც აყენებს. კარგი იყო ჭინჭარაული ამ შემთხვევაში. კარგი იყო წინა ხელით ჭინჭარაული, თუმცა საპასუხო დარტყმაც ძლიერი დარტყმა გაუწდა ლომსაძეს. კარგად დაიცილა ჭინჭარაულმა, თუმცა აი ამ აცილებისთვის კარგი იქნებოდა მიეყოლებინა დარტყმაც. რაუნდის ბოლო და კლინჩი. დასრულდა ეს რაუნდიც. დაძაბულობა აშკარაა მოკრევათა შორის. უნდა დაისვენონ, ნერვები დაიწყნარონ და ბრძოლაზე კონცენტრირდნენ.
Face to face out in the heat. Hands up, staying ძალიან მნიშვნელოვანი რაუნდია, მესამე რაუნდი. ძალიან კარგი ორთაბრძოლას ვადევნებ თვალს. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, თუმცა არც არაფერია გასაკვირი ბექა ლომსაძის ამ ორთაბრძოლაში. როგორც უკვე აღნიშნეთ, ბორჯომელი მოკრივეები ყოველთვის გამოირჩეოდნენ. აი ახლაც ხედავთ დავით რობაქიძეს, გამორჩეულ ქართველ პროფესიონალ მოკრივეს, მიხეილ ავაქიანს ლომსაძის კუთხეში. ისე კი ვიცით რომ ბორჯომელი კრივის მსმენელი გიორგი ჯეირანაშვილი არის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი და შემოქმედი ბორჯომელი მოკრივეთა დიდი წარმატებების, მათი სტილის და თავარი ვარსკვლავი კი ბორჯომელი მოკრივეების და ბორჯომის გახლავთ ნოდარ რობაქიძე, გამორჩეული ქართველი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოცდილი ქართველი პროფესიონალი მოკრივე, მოქმედი მფლობელი საქართველოს საჩემპიონო ქამრის 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ძალიან კარგი პიროვნება ამავდროულად. თუმცა სხვა არაერთი ძალიან კარგი მოკრივეებიც გვახსოვს ბორჯომიდან. უპირველესად რეკორდსმენი კახა ავეტისიანი, რომელსაც ყველაზე მეტი ორთაბრძოლები აქვს ჩატარებული ქართულ პროფესიონალურ კრივში. დავით რიბაკონი, ძმები გუკასიანები, ბლიაძე, არ ვინდა ვინმე გამომრჩეს, ჯაბა შალუტაშვილი და ასე შემდეგ. ხედავთ სისხლს მერაბ ჭინჭარაულის სახეზე, მოწმენთ ექიმი ახლა, არ ამგონია რომ ამის გამო მოხსნას ექიმი. ჩვეულებრივად ბრძოლა გრძელდება. გაგრძელდა ბრძოლა და პირისპირება. იგივე სტილში მიდის ეს ორთაბრძოლა. რამდენადაც ვიცი, მერაბ ჭინჭარაულსაც აქვს კიკბოქსინგის გამოცდილება, ეხლა უკვე შოუს ელემენტებს მიმართავს ჭინჭარაული, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი. მეტი ბრძოლაა საჭირო. წინახელი ძალიან კარგად მუშაობს ლომსაძე. არ უშვებს ახლა მერაბ ჭინჭარაულს, თუმცა აი ახლა ჭინჭარაულმა კარგი დარტყმა მიაყენა მეტოქის. მიუხედავად აი ამ სისხლისა, მიუხედავად აი ამ ბრძოლისა, არ წდება მერაბ ჭინჭარაული, ვაჟკაცი ბიჭია და ვაჟკაცურად აგრძელებს ბრძოლას. არაფერს არ დათმობს, დარწმუნებული ვარ. ბოლომდე იბრძოლებს საკუთარი გამარჯვებისთვის ამ დაპირისპირებაში. Stars, you wanted cheers, I wanted call. The kind that doesn't clap when doors slam shut. Your trophies gleam but won't survive the test. Mine's written in bone, not pyrophane. 1% luck, 99 win, 0 short squats. All the hours I've spent, 10,000 scars, not a single regret. My name's not given, it's burned in, yeah. They ask. განახლდა ორთაბრძოლა და ბოლო და გადამწყვეტი რაუნდი.
კარგი დარტყმების გაცვლა. ვაჟკაცი ბიჭები არიან ორივე და არაფერს დათმობას არ აპირებენ. იერიშზეა მერაბ ჭინჭარაული, თუმცა თავის მხრივ ძალიან კარგად მოქმედებს ლომსაძე, ხვიცშიც გაუტარა, აპერკოტიც გაუტარა და ეს კი უკვე მერაბ ჭინჭარაულის დარტყმა იყო. კარგი დარტყმები გაცვალეს, პატარა პაუზა და ისევ თავიშვებენ, დარწმუნებული ვარ, ნამდვილ ომს შემოგთავაზებენ ამ რაუნდშიც მოკრივეები. ემოციები უნდა დაიოკონ ორივე მათგანმა. შეტევაზე ბექა ლომსაძე მართლა უძლიერეს დარტყმებს აყენებენ ერთმანეთს. მაგარი დარტყმა იყო, ნახეთ შოუს ელემენტები. ერთმანეთზე ზემოქმედება. ეს კრივია, ეს შოუა, მთავარია ზედმეტში არაფერში გადაიზარდოს. აი ეს დაძაბულობა, რაც ჯერ კიდევ აწარმოების ცერემონიალიდან მოხვება აი ამ ორთაბრძოლ. კიდევ შოუ მაყურებელი გააქტიურდა მერაბ ჭინჭარაულიც. ემოციები პიკს აღწევს, რამის დაინგრეს დარბაზი. კლიანი დაპირისპირება. ნამდვილი ომი რინგზე ბექა ლომსაძისა და მერაბ ჭინჭარაულის შესრულებით. მას ასე დასრულდა ორთაბრძოლა, თუმცა დაძაბულობა მე მგონი დარჩა. ნახოთ უკვე საჭთა ვერდიქტი ამ ბრძოლაში. მივიდა მეტოქის კუთხესთან ბექა ლომსაძე. რაინდული ჟესტი მეტოქეებს შორის. ეს კრივია. ეს რაინდების ვაჟკაცების სპორტია. Shadows part where I walk. No echo in my step. Eyes ahead, no lie. This path was mine to echo. You hear it? Yeah. That's your time running down. Feel it? Ground shaking when I shout. You ready? Let's go. No fearing my blood. Champion, one shot, one moment. I own this ground. They whisper names behind my back, but silence screams when I attack. Feels like verdicts clean and true. What's left of you? You ready? Let's go. No fearing my blood. Champion, one shot, one moment. I own this crown. მას ასე ვნახოთ როგორ იქნება საჭთა გადაწყვეტილება. ამ მართლაც შესანიშნავ სისხლიან ორთაბრძოლაში. მას ასე 4 რაუნდის შემდეგ წარმოგიდგეთ საჭთა გადაწყვეტილებას ქულების მიხედვით. 40-26, 40-26
40-36 გაიმარჯვა ბეკა ლომსაძე. Good, no cold intention, just steel toe ground left come from. ბეკა ლომსაძე მადლობა ორივე მებრძოლს ვაჟკაცურად გადაეხუნენ ერთმანეთს, რაც ყველაზე მეტად არის დასაფასებელი მიუხედავად იმ უდიდესი დაძაბულობისა, იმ ფიცხელი ომისა. მადლობა ორივე მათგანს, უსურვებ წარმატებებს და ველით მომავალ ორ ბრძოლებზე 23-ვე საჯმა ყველა რაუნდში გამარჯვება მიანიჭა. მადლობა მინდა მოგიხადოთ ყველას დღესა ოლიმპიურ სასახლეში მობრძანებისათვის პირველ რიგში. მადლობა პირველ რიგში უფალს. აქ ყველა სპორტსმენი დასაფასებელი აგერ ვხედავ ცნობილ სახეებს. მადლობა თქვენ ერთ-ერთი დიდი мотиваცია ხართ ჩვენთვის. ასევე ჩვენც მინდა რომ მომავალი თაობისთვის ძალიან დიდი მაგალითი ვიყოთ და მე მოდი ესე ვიტყვი რა. მე დღეს აქ რა თქმა უნდა გასამარჯვებლად ამოვედი, მაგრამ სამწუხაროდ მარცხით ხდება ჩვენ ცხოვრებაში, თავარია ადამიანობაში არ წავაგოთ. პირველ რიგში ეს არის და მე მინდა გითხრათ ის, რომ ალბათ ჩემ ვიდეოს აღწერაშიც ბევრი ნახეთ, ძალიან ბევრი მოწონება ქონდა ამას, მაგრამ ამას ლაიქების გამო არ ვაკეთებდი. ეს მხოლოდ მინდა რომ როგორც სპორტში, ასევე ცხოვრებაშიც მაგალითი ვიყო ადამიანებისათვის და ეს ჩემი წაგება თუნდაც დღეს აქ ამ რინგზე ეძღვნება დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს. და დღეს აქ მე რა ჰონორალსაც ავიღებ ფედერაციისგან და ეს ბონუსი იქნება თუ რა იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. სრულიად გადაირჩევა მათი შექმნილ დასახმარებელ ფონდში. მადლობა ყველას.